რასაც ხშირად ვაწყდები მათ შორის აი რუსთაველზე როცა ადამიანები მელაპარაკებენ არის ის რომ რაღაცეები კეთდება, რაღაცები რაც ჩავწერე იქიდან ჯერ არ კეთდება, მაგრამ აღქმა იმისა, რას ემსახურება ეს რაღაცა ქმედებები, ადამიანებში მაინც გააზრებული არის და მე რაც ვცადე არის ის რომ დამენახებინა მოქალაქეებისთვის სინამდვილეში რაღაცეები გააზრებულად კეთდება და ამის უკან სინამდვილეში რაღაც გააზრებული სტრატეგია დგას და მე ვუყევი მე როგორ ხედავ ამას, შეიძლება ყველა ჩემნაირად არ უყურებდეს, შეიძლება სხვა პარტიის ლიდერი სხვანაირად უყურებდეს, მაგრამ ქმედებები მაინც ერთმანეთს ემთხვევა, ბევრ რაღაცებში ერთმანეთს ემთხვევა. ხო და სტრატეგია არის ის, რომ როგორ შეიძლება ამ რეჟიმს დაუპირისპირდე, როცა მშვიდობიან წინააღმდეგობაზე საუბარი. ამ რეჟიმს აქვს გარკვეული დასაყრდენები და თუ უპირისპირდები, ეგ ნიშნავს, რომ ეს დასაყრდენები უნდა მოშალო. პირველ რიგში თავი დასაყრდენი არის ფული. ეს არ არის საქართველოს არ არის აზერბაიჯანი. ამათ არ აქვთ რაღაცა ნავთობზე არზიან და არც რაღაცა განსაკუთრებული ის არ აქვს საქართველოს წიაღისეული, რომელზეც ეს ქვეყანა არის ჩამოკიდებული, მაგრამ აქვთ სხვა ფულის წყაროები, მათ შორის აქვთ, რა ვიცი, იმითი რუსეთის სანქციების გვერდითავლით რა გააქვთ კაცმარიც, მაგრამ გააქვთ უამრავი რაღაცეები შუა აზიის ქვეყნებიდან, ეს ჩანს მათ შორის საკონკრეტულ რიცხვებს შეხედავ, ეს ჩანს მაგალითად ყირგიზეთის და ყაზახეთის რიცხვები რო ნახოთ, ექსპორტი თუ იყო უკრაინაში ომის დაწყებამდე 80 მილიონი დოლარი, ახლა არის 900 მილიონი დოლარი, დააჭერთ 11-ჯერ არის გაზრდილი. ხო გასაგებია ხო რომ რაღაცა რისი ვაჭრობა დავიწყეთ, ხო ახლა ყირგიზეთთან და ყაზახეთთან გასაგებია რაღაცები გადის, რაც მე რუსეთში გადის და პირდაპირ არ გადის აქედან რუსეთში, იმიტომ რომ როგორ ჩანს დასანქცირებულია და არ უნდათ რომ გამოჩნდეს. იმის თქმა მინდა რომ რაღაცეები არის სადაც შეიძლება დაარტყა. ეს ანიშნავს რომ აუცილებლად ჩამოშლი მაგითი, მაგრამ მინიმუმ ცხოვრებას გაურთულებ, ხო? ანუ პირველი არის ფულის პრობლემა. ამ ფულს, რომელზეც მე ვსაუბრობდი ამ სტატუსში, ამ ფულს ნებისმიერ შემთხვევაში დავკარგავთ. უკვე ბილატერალურად ომხრივ ურთიერთობებში არაერთმა ქვეყანამ შეუწყვიტა საქართველოს დახმარება. სხვა ქვეყნებიც მათ რიგში ჩადგება, მათ შორის ეგეთი არ ეს რაღაცა არ არის რიგით ხელწამოსაკრავი ქვეყნები, აქ არის საუბარი ბრიტანეთზე, აქ არის საუბარი გერმანიაზე, აღარ ლაპარაკობ ბალტებზე და ასე შემდეგ. ყველა ქვეყანა იზამს იგივეს, ყველა ევროპული დემოკრატიული ქვეყანა იზავს ამ ქვეყანაში იგივეს დროთა განმავლობაში, მაგრამ რაც რჩება, ჯერ კიდევ რჩება, ეგრეთ წოდებული IFI-ები, ეს არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, როგორც არის სოფლიო ბანკი, როგორც არის ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და შემდეგ, საიდან ჯერ კიდევ ძალიან ბევრ ფულს იღებენ ესენი და მათ შორის ეს ფული არის ვალუტის წყაროც. ამ ფულის შემოსვლით ესენი ახერხებენ მერე რომ ლარი დაასტაბილურონ. მათ შორის ეს ფული არის მათთვის მოპარვის საშუალება. ამ ფულის უდიდეს ნაწილს ისინი იპარავენ და მოპარული ფულით მერე რეჟიმი ინარჩუნეს თავის არსებობას. ამიტომ მანამ სანამ ისინი თვითონ შეწყვეტენ ამას და ჩვენ ამას დავკარგავთ, მანამდე ამის გამოყენება შეიძლება როგორც ბერკეტის, რომ ეს ფულის წყაროები, რომელიც მათ აქვთ, ეს ფულის წყაროები მათ დაეკეტოთ. ერთ-ერთი ეგეთი წყარო არის მაგალითად ექსპორტი. ექსპორტში მეორე და თუ სწორად მახსოვს მეხუთე არის რაღაცა სპილენძის მადნები და ფეროშინადობები რაღაცები, ანუ სფერო არის, რომელიც არის რაღაცა ამ ქვეყნის სიმდიდრე, რომელსაც ივანიშვილი ჩააბარა ვიღაცა რიჟას, რაღაც გიორგი კაპანაძეს, რომელსაც ეს რაღაცეები გააქვს და აქედან იმათთვის შემოაქვთ სადღაც 700-დან 800 მილიონ დოლარამდე წელიწადში. რაც ასევე არის ვალუტის წყარო, რითიც ლარს ამაგრებენ და არის ფული, რომელსაც შეულებენ და ამ ფულით მერე რეჟიმი ისევ ინარჩუნებს ძალაუფლებას. ეგეთი რაღაცები მაგას ჭირდება სექტორული ეკონომიკური სანქცია და ეგ ფულის წყარო უნდა შეეზღუდოთ. ანუ ერთი ნაწილი არის ყველა დეტალი რო არ მოყვე. ერთი ნაწილი არის მოკლედ სადაც შესაძლებელია და ამაზე კიდე შეიძლება ფიქრი და ბრეინსტორმინგი, სად არის კიდე მათი ფულის წყაროები, რომელზეც შეიძლება დაარტყა და დააკეტინო და ისინი ჩამოკიდებული არიან ამაზე. ის რომ სავალუტო რეზერვები ჩამოსული არის კრიტიკულ ზღვარზე და კრიტიკული ზღვარი არის სამი თვის იმპორტი, ეს არის ფაქტი, მათივე რიცხვებში ჩანს, რაც ნიშნავს რომ პრობლემა აქვს. ის რომ ინვესტიციები არის კატასტროფულად დავარდნილი და ამ ქვეყანაში ფულს აღარდებს არავინ, ესეც არის ფაქტი. ამას რაღაცებით აკომპენსირებენ, მათ შორის აკომპენსირებენ აი რაც წეგან თქვი ყაზახეთი, ყირგიზეთით, აკომპენსირებენ იმით რომ საქართველოსდან გასული საქართველოს მოქალაქეები საკუთარ ოჯახებს ურიცხავენ ბევრ ფულს, მაგრამ რაღაცა წყაროები არის, სადაც შეიძლება დაარტყა და დაკეტო და ეს უნდა გააკეთო გააზრებულად. ოღონდ ამას კიდე გავიმეორებ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ბევრი რაღაცა არის, რასაც ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში დავკარგავთ დროთა განმავლობაში. იმიტომ როგორც კი გადავიქცევით ბელარუსად, ეს ყველაფერი მაინც დაგვეკარგება, მაგრამ ამ ყველაფრის ეხლა შეწყვეტა არის ბერკეტი, რომელიც შეიძლება დასავლეთმა გამოიყენოს, რომელიც ჯერ კიდე არის მათ ხელში. მეორეს არის ფულის ეს ნაწილი რო დავამთავროთ, ამას თქვენ იმიტომ უსვათ ხალხს, რომ შეკითხვები გაჩნდა, რომ ამ მითხო მოსახლეობას დაზარალდება. კი, დავზარალდებით ყველა. ეკონომიკის ამ სეგმენტების ყველა დავზარალდებით. ხო, ის ხალხი, რომელიც არის ჩართული ამ ბიზნესებში, ყველა დავზარალდებით. მაგის ახსნაც ვცადე, არ ვიცი რამდენად მოვახერხე, მაგრამ
თუ გავიაზრებთ, რომ ეს არის ომი, ამ ომის მოგება ისე რომ ჩვენ არ დავზარალდეთ, ეგ არის შეუძლებელი, იმიტომ რომ რეჟიმი სინამდვილეში დგას მათ შორის ჩვენზეც. ჩვენ ცხოვრობთ ამ ქვეყანაში, ჩვენ ქმნით რაღაცა დოვლად, ჩვენ ვიხდით გადასახადებს და ამ გადასახადებით არის დაქირავებული მე მთელი ეს ელიტა, მათ შორის ხარებადან დაწყებული, რიგითიმით დამთავრებული, ვინც ადამიანებს აწამებს, მოსამართლეები, პროკურორები, მთელი სისტემა დგას მაგაზე. ჩვენზე, მათ შორის იმ ადამიანებზე, რომლებიც ვართ სრული უმრავლესობა ამ ქვეყანაში და ვართ წინააღმდეგი რეჟიმის, მაგრამ ჩვენი დოვლათით არსებობს იგივე ეს რეჟიმი. ამიტომ კი, ჩვენც დავზარალდებით, მაგრამ ეგ არის სწორი, იმიტომ რომ ომია და სხვანაირად შეუძლებელია. არ შეიძლება ზარალდებოდნენ მარტო ის რაღაცა ჩემი აზრით საუკეთესო ნაწილი ამ საზოგადოების, რომელიც დღეს ათეულობით დაჭერილი არიან და ციხეში არიან, ან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე რუსთაველზე გამოდიან და იმათ აჯარიმებენ, ან ის 300-მდე ახალგაზრდა, 300-ზე მეტი ახალგაზრდა, რომლებიც აწამეს, არ შეიძლება ერთი ნაწილი ზარალდებოდეს მარტო და დანარჩენი ვაგზელებდეთ ცხოვრებას ისე, თითქოს ამ ქვეყანაში არაფერი არ ხდება. ჩვეულებრივად ვაგზელებთ ცხოვრებას. არა, კი, თუ გინდა რომ რეჟიმს დაუპირისპირდეთ, ეს არის ომი და ომში დავზარალდებით ყველა. ეგეთი ომი არ არსებობს სხვანაირად, რომ შენ არ შეგეხო საერთოდ არაფერი. და ეგ მნიშვნელოვანია მაგის გააზრებაც, რომ კი, მანამ სანამ არ გავიმარჯვებთ, მანამდე ჩვენ დავზარალდებით. ან არა და ამ ბრძოლას რეჟიმი მოიგებს და მე მაინც ყველა დავზარალდებით, ეს ყველაფერი მაინც არ აღწევდება. უბრალოდ მე იქიდან მოტრიალება ამ ქვეყნის უკან დაგვიждდება გაცილებით ძვირი და ამ ქვეყანას როგორც წესი ისტორიულად ეს უჯდებოდა სისხლი. უბრალოდ ფასი კი არა, სისხლი უჯდებოდა როგორც წესი იქიდან მოტრიალება, სადაც შეიძლება ჩვენ ახლა წაიყვანოს ამ რეჟიმმა ეს ქვეყანა თუ კონკრეტულად ამ ბრძოლაში და მე კიდე გავიმეორებ, მე არ მჯერა, ბევრჯერ მithავს რომ ეს ქვეყანა გარუსტება. არ მჯერა. ეს ქვეყანა ამ საქართველოს გადარჩება ყველა შემთხვევაში. უბრალოდ ეს ბრძოლა თუ წავაგეთ ისეთ ნიშნამდე შევა მივიდეს, საიდანაც ბევრად უფრო ძვირი დაგვიждდეს. ამიტომ არის ამ ბრძოლის მოგება ეხლა მნიშვნელოვანი.